3 მარტს მოვიზიდოთ ფინანსები. როგორ ვაკეთებთ? მარგვალში უნდა დავწეროთ ის თანხა, რომელიც გვჭირდება, რომელიც გსურს რომ მოვიზიდოთ. აუცილებლად უნდა მივუთითოთ დოლარი იქნება, ლარი იქნება თუ ევრო იქნება, მაგალითად 5,000 $. შემდეგ. აი ნახეთ ესე გააკეთებთ. 3 მარტს ხდება ეს პრაქტიკა. შემდეგ აიღებთ რაღაცა გარკვეულ მონეტას და 9 ჯერ ესე შემოატარებთ საათისებურად და იტყვით რომ მოძრაობა გახსნილია. სულ ეს არის. შემდეგ ეს პროცესი უნდა დაწყვეტ. და გახსოვდეთ რომ 3 მარტს კიდას დაბადების დღე გქონდეთ, ასევე დედის დღე არის, არ არის რეკომენდირებული დალევა ალკოჰოლის მიღება. რადგან ეს დღე იქნება პასუხისმგებელი უახლოეს თვეებზე, წლის ბოლომდე, ასე რომ თუ გსურთ რომ ფხიზლად იყოთ, ფხიზლად დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, რაც წასასვლელია წავიდეს, იმიტომ რომ მთვარის დაბნელება მოხდება ქალწულში და ყველაფერი საჭიროა რომ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ის ტოქსიკური ურთიერთობები, ის რაღაცა დაუსრულებელი საქმეები, რომელიც ვერ ხორციელდება, არ გამოდის, ასე რომ გაითვალისწინეთ 3 მარტს რაც უფრო ფხიზლად იქნებით და ფხიზლად შეხედავთ ცხოვრებას, სწორედ ეს სიფხიზლე და რეალური აღქმა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ.